ოქროს ბურთის დაჯილდოებამდე რამდენიმე თვე რჩება. სხვადასხვა საფეხბურთო გამოცემა განსხვავებულ სტატისტიკებს ავრცელებს. ჩვენთვის რა თქმა უნდა ყურადღების ცენტრში ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც საოცარი სეზონი ჰქონდა და ნანატრ ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დაეუფლა. გთხოვთ მოიწონოთ ვიდეო, რადგან დაეხმაროთ არხს განვითარებაში. მადლობა! სანამ ოქროს ბურთის დაჯილდოების ოფიციალური ნომინაციები გამოქვეყნდება, რაც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 10-ში აუცილებლად მოხვდება, რაც ასევე ძალიან დიდი წარმატებაა. ხვიჩას ათეულში ყველა სპორტული გამოცემა ასახელებს. არსებობს ერთი გამოცემაც, რომელმაც ის ტოპ 3-შიც კი დაასახელა. პლანეტ ფუტბოლმა ჩვენ და სასიხარულოდ ის მესამე ადგილზე გაამწესა. ასევე გივი სპოტი მას მე-6 ადგილზე მოიხსენიებს. ისინი ხვიჩაზე წერენ. PSG-მ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ხვიჩა კვარაცხელია დაიმატა. ქართველი ნაპოლის ფლანგზე დაუნდობელი და დაუღალავი იყო და წამყვანი ევროპული კლუბების ინტერესის სფეროში მოექცა. მაგრამ სწორედ ამბიციურმა პარის სენ-ჟერმენმა მოახერხა გადაბირება და მას შემდეგ ისინი ერთად უკან მოუხედავად წინ მიიწევენ. რამე თუ ხვიჩას დრიბლინგები მეტოქეთა დაცვის ხაზის გასარღვევად გადამწყვეტი აღმოჩნდა. ის არამხოლოდ აბსოლუტურად სწრაფია, არამედ ბურთით მოძროვისას სხვებისგან განსხვავებულია. გინდათ თავდამსხმელი, რომელსაც შეუძლია ბურთით ორივე ფეხით იმოქმედოს და შესაძლოა მთელს პლანეტაზე სისწრაფით ნებისმიერი მცველი დაჯაბნოს. კვარაცხელიას გარდა სხვას ნურავის ეძებთ, რომელსაც ოდესღაც პრემიერ ლიგის გუნდებს უკავშირებდნენ. არსენალს ასეთი არაპროგნოზირებადი ტალანტის ხელში ჩაგდება ძალიან წაადგებოდა, წერს გამოცემა კვარაცხელიაზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ასევე დატოვეთ კომენტარი. თქვენი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა!